de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 220 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან. მე ამ გადაცემის ლეგიტიმური წამყვანი მიხეილ მშვილდაძე გახლავართ. მიმდინარე კვირაში მხოლოდ მე არ ყოფილა ერთ-ერთი ლეგიტიმური მიხეილი. საკუთარი ლეგიტიმურობა სხვა მიხეილმაც დაადასტურა. მე ლეგიტიმური ვარ, განაცხადა მიხეილ ყაველაშვილი. თქვენ ახლა ვისე საუბრებით? ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი? თქვენ სად ხართ? საზოგადოება სად არის? თქვენ საქართველოში ხართ. საქართველოს ყავს ხელისუფლება და შეუძლებელია ქვეყანა ხელისუფლების გარეშე იმართებოდეს. როცა თქვენ საქართველოს იურისდიქციაში იმყოფებით, როცა თქვენ არჩეულ პრეზიდენტს ეძახით არალეგიტიმურს, თავად ხართ არალეგიტიმური. მე ლეგიტიმური ვარ. განაცხადა 84 კაცის მიერ არჩეულმა კაცმა. უпросто 84 არალეგიტიმური კაცის არჩეულმა კაცმა. დაგვიწერეთ კომენტარებში მე უფრო ლეგიტიმური ვარ თუ ის. ამასობაში საინტერესო ძვრები შეინიშნება ავტოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. პროტესტალური ოპოზიციის ლიდერების მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ავტოკრატიისკენ რომ მივდიოდით, ხო გახსოვთ? ხო და მოვედით. ბოლო გაჩერება აქვს. აი აქ უნდა ჩამოვიდეთ. ეგ ხალხი ხო ისედაც ციხეშიაო, იკითხავს გაკვირვებული ადამიანი. ეს ახალი საქმეები რაღა საჭიროაო? დაიმახსოვრეთ მეგობრებო. უსამართლობა არასოდესაა ზედმეტი. დაჭერილები არიან ისედაც? დაიჭირე უფრო. პროკურატურის განცხადებაში ისეთი რახარუხია სიტყვების, რომ ყველას გვეგონოს, უი რა, მაგრამ მუშაობენ ბიჭები. თან განცხადებას წავიკითხავ, თან შორის დებულებით გავამდიდრებთ. საქართველოს პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კერძოდ საბოტაჟის უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ. ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო. სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. კითხულობთ განცხადებაში. ესე იგი გამოძიება ერთობლივად ჩაატარეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ და სუსმა. ახლა მე რა მაინტერესებს. ეს გამოძიება შოთაძე გომელაურმა ლილუაშვილმა ჩაატარეს თუ გვარაკიძე გელაძე მდინარაძემ თუ იმათ დაიწყეს და ამათ გააგრძელეს და დაასრულეს. და ანრი ოხანაშვილი ანრიც იყო ჩართული თავის დროზე. აქვს ოხანაშვილს ერთი აგური მაინც დადებული ამ დიდებულ გამოძიებაში. პროკურატურა შეიძლება მარტივადაც ეთქვა არჩევნების შედეგების არაღიარებისა და პარლამენტში არ შესვლისთვის დავიჭირეთ ეს ხალხი. ამ წინადადებას არ ჯობდა, ნახეთ, ამოვანათებთ ახლა. უბრალოდ მეორე დაღარ წამაკითხოთ ამ ხელ რაღაც. 68 სიტყვიანი წინადადება. 68. აქედან 30 სიტყვა 1000-იანზე მეტია. დაგვიწერეთ კომენტარებში 69 სიტყვიანი წინადადება, სადაც 31 სიტყვა იქნება 1000-იანზე მეტი და დაგილაიქებთ. მოკლედ, მოვედით მეგობრებო ავტოკრატიაში. აკრძალავენ პარტიებს, პოლიტიკოსებს დაიჭერენ, დახურავენ კრიტიკულ მედიას, არასამთავრობოებს და მორჩა. ამ 4-დან შეტევა დაწყებულია 4-ვეზე. ნახევარზე მეტი საქმე 4-ვე მიმართულებით გაკეთებულია. ყველაზე ცუდი ისაა, რომ თუ დიქტატურა საბოლოოდ დამყარდება,
ვეღარ გავიგებთ. ანუ არც პარტიები იქნება, ვინც ამას იტყვის, არც პოლიტიკოსები, არც არასამთავრობოები, არც მედია. მე რამეს მოვიფიქრებ, გეტყვით, მაგრამ რავი. კარგი, გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე. კოკა-კოლა მოვსვათ ჩაანალიზებაზე. დღევანდელი ეპიზოდის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების ანგარიში. ევროკომისია ყოველ წელს აქვეყნებს სპეციალურ ანგარიშს ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებზე. ანგარიშის მიზანია შეაფასოს ესა თუ ის კანდიდატი ქვეყანა რა შვება. სად აქვს პროგრესი, სად აქვს სტაგნაცია. როგორც წესი, კანდიდატ სახელმწიფოებს რაღაც მიმართულებით პროგრესი აქვთ ხოლმე, რაღაც მიმართულებით არც პროგრესი, არც რეგრესი, ანუ იგივე რა, სტაგნაცია. რეგრესი, უკან წასვლა და ამოწყვეტა ძალიან იშვიათია. გაიგე, ანუ ევროკავშირის წევრობა თუ გინდა, იზარმაცო რაღაცებში, ხო? უკან რატო წახვა? ხოცებმა მოახერხეს. და 2025 წელს იმაზე უარესები გახდნენ, ვიდრე 2024 ან 2023 წელს იყვნენ. ჯანდაბას შეიძლება სხვას ვერ აჯობო ბიჭო, მაგრამ საკუთარ თავთან როგორ უნდა წააგო. ანუ, რავი, ირაკლი კობახიძე გასაგებია, ვერ აჯობებს ვერავის, მაგრამ 2023 წლის კობახიძესთან მაინც ნუ წააგებ. ეგეთი სპორტი არსებობს, უკანსვლი დრბოლა. ანუ, ზადნი დრბოლა რა. მანქანები უკანსვლით ეჯიბრებიან ერთმანეთს. 2 წელია ქოცები მსოფლიო ჩემპიონები არიან ამაში. არც ერთ სახელმწიფოს ამხელა რეგრესი არ განუცდია საკუთარ თავთან შედარებით, როგორც საქართველოს. ირანი რო ირანია, ამ წუთას ირანი ოდნა უკეთესია, ვიდრე გუშინ იყო. მაგალითად, ქალების ბრძოლამ შედეგი გამოიღო ჰიჯაბის არ გაკეთების გამო აღარ მოკლავენ ქალებს. ანუ, ერთი პაწაწინა ნაბიჯი წინ გადადგა ირანმაც. მსოფლიოში ვერ ნახავთ სახელმწიფოს, რომელიც საკუთარ თავთან შედარებით ისე გაუარესდა ბოლო 1 წელიწადში, როგორც საქართველო. გაფართოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის მარტა კოსის განცხადებით, გაერთიანების წევრობის კანდიდატების ისტორიაში საქართველოს ყველაზე ცუდი ანგარიშის დასკვნა ჰქონდა. საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი ანგარიში კი არ იყო. არა, ვინც კი ოდესმე კანდიდატი ქვეყანა ყოფილა და ვიზეც კი ოდესმე ანგარიში დაწერილა, რომ ყველაზე ცუდი ანგარიში ჰქონდა საქართველოს ისტორიაში. მარტა კოსი, ციტირებ, ეს არის ყველაზე ცუდი ეს არის ყველაზე ცუდი გაფართოების ანგარიში ნებისმიერი კანდიდატი ქვეყნისთვის ისტორიაში, მაგრამ სამართლიანად. გაიგეთ? საქართველო კანდიდატი ქვეყანა მაინც არის, მაგრამ კომისიისთვის მხოლოდ ქაღალდზე. აი ესე წერია. კომისიის დასკვნას ქოცები ზუსტად ისე გამოეხმაურნენ, როგორც ქოცებს შეეფერებოდათ. პაპუაშვილი, უკუსულა თქვენ თვითონ გაქვთ. ნუ კაი, მე ჩავამატე. დანარჩენი სიმართლეა. თუ კი ვინმეს აქვს უკუსულა, სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუციებია. განაცხადა პაპუაშვილმა. ლა, ესე არის. თქვენ თვითონ გაქვთ რეგრესი, ლა, არ გისმენთ, არ გისმენთ. რასაც ჩვენზე იტყვით, თქვენ თვითონ ხართ ისო. რასაც ჩვენზე იტყვით, თქვენ თვითონ ხართ ის. ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს გაუჩნდება შეკითხვა. კობახიძემ ხო თქვა, აღარ გვინდა ევროპა, ვაჩერებთ ევროინტეგრაციას. და რაღა საჭიროა ეს გაფართოების ანგარიშები და საქართველოს მდგომარეობის შეფასებაო. ევროკავშირის ელჩმაც
ზუსტად ეს თქვა. ციტირებ. ზოგ შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, თუ რატომ ვამზადებთ ანგარიშს საქართველოზე, როცა გაფართოების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლებიდან, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული დაიწყონ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რატომო და აი ამიტომ. დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის კარი კვლავაც ღიარჩება იმ პირობით, რომ აუცილებელი ნაბიჯები გადადგმული იქნება ქართული ხელისუფლების მიერ. აი ამის შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა ამისთვის ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ ამ სიგიჟეში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი საუკუნეების ნატრა ბიჭო ერთ ხელის გაწვდენაზეა. ანუ ხოცები მოვიშოროთ და არაფერი გვიშლის ხელს სრულით წავიდეთ ევროკავშირისკენ. ერთუჯრედიანი კონტროლი აუცილებლად დააკომენტარებს. თვითონ ევროკავშირი არ არის საუკუნის და ჩვენი საუკუნეების ნატრა როგორ არისო ევროკავშირიო? საუკუნეების კი არა ბიჭო, ლამის 1000 წლეული ზოცნება ვიპოვოთ თავშესაფარი. ატარა ერების თავშესაფარი, სადაც უსაფრთხოდ ვიქნებით. ყოველ შემთხვევაში ნაკლები საფრთხე იქნება, რომ რომელიმე იმპერიამ არ გადავყლაპოს. დღეს ასეთი ადგილია ევროკავშირი, სადაც პატარა ერები ცხოვრობენ მშვიდობაში, კეთილდღეობაში და მე-19 საუკუნეში ჩარჩენილი იმპერიები ფეხებს ვერ ჭამენ. ხვალ შეიძლება ევროკავშირი არ იყოს და იყოს ვერის საძმო. და იქ შეაფარონ თავი პატარა ერებმა. რავი, მანდაც მოგვინდება. გაიგე? ჩვენი და ნებისმიერი პატარა ერის ეგზისტენციური ინტერესია არ დარჩეს მარტო ერთი ერთზე აგრესიულ იმპერიასთან, რომელიც მას გადაყლაპავს. ამიტომ სულ ვეძებთ მოკავშირეებს. დღეს ნატო ევროკავშირია ის ადგილი, სადაც პატარა თავისუფლების მოყვარე ერებმა შეიძლება შეაფაროს თავი. ამიტომ კი საუკუნეების ნატრის ახდენის შანსი გვაქვს ახლა. შანსი არაა, რომელიმე ხოცი ამას ვერ ხვდებოდეს. არ არსებობს ეგეთი სულელი ადამიანი ბუნებაში. როგორც ჩანს, გამიზნულ, შეგნებულ ღალატთან გვაქვს საქმე და მოვა დრო, გავიგებ დეტალებს. ვინ, როგორ, რატომ უღალატა ქვეყანას ასე აშკარად. კარგი, დაუშვათ ევროკავშირი ცდება და არანაირი პოლიტპატიმრები არ გვყავს. სასამართლო დამოუკიდებელია და ყველაფერი გვეჩვენება. ევროკომისია როცა სახელმწიფოზე დასკვნას დებს, ის აფასებს აბსოლუტურად ყველაფერს. დემოკრატიიდან დაწყებული, თევზჭერით დამთავრებული. რამდენად უახლოვდები შენ ევროკავშირის სტანდარტებს? მოდი ავიღოთ საქართველოს შესახებ დასკვნა და დეტალურად გავეცნოთ. მაგალითად, მე-13 თავი ეხება თევზაობას. მართლა არ ხუბლო. ევროკავშირში თუ გინდა შესვლა, დემოკრატიაც უნდა გქონდეს, სასამართლოც, ადამიანის უფლებებიც და თევზჭერაც უნდა დაარეგულირო კარგად. მაგალითად, ევროკავშირი გვაქებს, რომ შავ ზღვაში, ვისაც აქვს ხამსას დაჭერის ლიცენზია, 5-ვე ლიცენზიის მფლობელი კონტროლდება მკაცრად ლიცენზიის პირობების შესაბამისად. ანუ ეგრე არაა საქმე, რომ ევროკავშირი ხოცებს ებრძვის და კაის დანახვა არ უნდა, გაიგეთ, პირიქით, ოღონდ რამე საიმედო დაიჭიროს და აუცილებლად აღნიშნავს, მაგალითად, ხამსა. გაიგე? 5 ლიცენზია ყოფილა ხამსის დაჭერის და 5-ვეზე მიდის კონტროლი, ანუ მშვიდად ხამსას მოყვარულებო. ხამსა დალაგებული. თუმცა არ იფიქროთ, რომ თევზჭერაში ზოგადად კარგად ვართ. ევროკავშირი აქაც მიგვითითებს ხარვეზებზე. თევზჭერის კონტროლის სისტემა არ ემყარება რისკებზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას. ნახეთ? არ ემყარება რისკებზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას. ეს არ ვიცი რა არის, მაგრამ დანერგეთ რა თქვეჩემა. ესეც სასამართლო ხო არა? იყოს რისკებზე დაფუძნებული თევზჭერის კონტროლი, მაგის დედავატირე. რა მოგივად, ბიჭო? რა მოგივად, რომ აი ეგ იყოს. ევროკავშირი ასევე აღნიშნავს, რომ დაჭერილი თევზის კვალდაკვალობის სისტემა არ არსებობს. ანუ ვერ გაიგებს, სად, როდის და რამდენი თევზი დაიჭირეს.
გარდა ამისა, პატარა სანაპირო ფლოტის აქტივობები არ კონტროლდება. ეს სწორედ ისაა, რასაც ევროკავშირი ყველაზე მეტად აქცევს ყურადღებას, რადგან პატარა ნავებიც ეკოლოგიურ გავლენას ახდენენ. თევზაობაში პრობლემები ამით არ სრულდება. ევროკავშირი დანადებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ფინანსური მხარდაჭერა ან სუბსიდია არ არსებობს, რომელიც თევზმჭერი ფლოტის განახლებას და მოდერნიზაციას შეუწყობდა ხელს. ასევე, თევზის ბაზარის პოლიტიკაში არანაირი წინსვლა არ არის. აქ იგულისხმება პროდუქტის ხარისხის სერტიფიცირება. ანუ პროდუქტის კვალდაკვალობა და ეტიკეტირება. სადაც შიდა ქართლის ჩივას ვსვავთ და გლდანის რაფაელოს ვაყოლებთ, ხო ხვდებით, რომ თევზებში რა შეიძლება ხდებოდეს. გლდანის რაფაელო ახსენეთ და საკვების უსაფრთხოებაც არის ერთ-ერთი თავი. ევროკავშირში თუ გვინდა, საკვების უსაფრთხოებასაც უნდა მიხედო. ევროპა გვაქებს, რომ საქართველოს მიიღო ახალი კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირის საკვები პროდუქტების ჰიგიენისა და საკვების უსაფრთხოების წესებთან არის შეთავსებული. ეს კანონი 2027 წლიდან ამოქმედდება. თუმცა საქართველოს კანონმდებლობა ჯერ არ შეესაბამება ევროკავშირის ცხოველთა ჯანმრთელობის პოლიტიკას. არ არის სრულად შემოღებული ის სტანდარტები, რაც ვირუსების დაავადებების, ბიოუსაფრთხოების ან ვეტერინარული მონიტორინგის დროს გამოიყენება. ასევე ევროკომისია ცოტა გაბრაზებული ტონით აღნიშნავს, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების რისკის შეფასებასა და ბაზარზე დაშვების პროცედურებში პროგრესი არ დაფიქსირებულა. No progress was reported, ასე უწერია. ევროკომისიის დასკვნაში ნახევარი გვერდი ეთმობა მეცნიერებასა და კვლევას. ხშირად ვსვავთ ხოლმე შეკითხვას, რა არის ჩვენი პრობლემა? თუ მაინც და მაინც ერთი უნდა დავასახელოთ, მაშინ აი ეს არის მთავარი პრობლემა. შენს ქვეყანაზე დასკვნაში მეცნიერება ნახევარ გვერდზე რო ეტევა. აი ეგაა მთავარი პრობლემა. ამ ნახევარ გვერდში ერთი წინადადება განსაკუთრებით სევდიანი. საჭირო სტატისტიკური მაჩვენებლების არარსებობის გამო 2024 წლის ევროპული ინოვაციების მაჩვენებელში საქართველო არ არის შეყვანილი. ანუ ერთგვარი რეიტინგი ეს ინოვაციების სკორბორდი, რომელშიც არც პირველ ადგილზე ვართ, არც ბოლოზე, საერთოდ არ ვართ. ChatGPT-ს ჩაუგდეთ კომისიის დასკვნის ეს ნაწილი და მოკვდა სიძილით. ასეთი ხუმრობა მოგწერა ხელოვნურმა ინტელექტმა. საქართველო არა მხოლოდ სუსტი ინოვატორია, არამედ ინფორმაციაც არ აქვს საკუთარ ინოვაციებზე. და სიცილის ემოჯიები მიაწერა. მთელი მსოფლიოს დასაცინი ხო გაგხადეს კოცებმა, უკვე ხელოვნური ინტელექტიც გვეღადავები. აი, ევროკავშირის ანგარიში სულ 32 თავია. დაგინდობთ, მეც აღარ წაიკითხავთ. სადაც თევზაობაში და ჭამასმაში ასეთი ვითარება გვაქვს. ხვდებით ხო, რა წერია სასამართლოზე, ადამიანის უფლებებზე და ასე შემდეგ. მესმის, რომ არ გინდოდეს დამოუკიდებელი სასამართლო, დიქტატორობა გინდა და შენ ძალაუფლებას დაასუსტებს დამოუკიდებელი სასამართლო, მაგრამ რავი, გენმოდიფიცირებული სკუნსი შეამოწმე წესიერად რა. ეგ ეს deep state-ი ხო არა? დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში ეს დასკვნა არავის წაუკითხავს წესიერად. კონტროლ-F-ით ალბათ ჩაწერეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სასამართლო, ისა ესა. მან ნახეთ, რომ არაა კარგად საქმე და წავიდა ბრიფინგი. მოდი ასე ვქნათ ამიერიდან. თითო ეპიზოდში გავიაროთ თითო თავი. დეტალურად შევაფასოთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა დემოკრატიიდან ხამსამდე. ახლა თავარი შეკითხვა. ჩვენ რა ვქნათ ჩვენ? როგორც ხედავთ, არაფერი პრობლემა არ გვაქვს ისეთი, რომ მოუგვარებელი. ხოცებს თუ გავყრით, მაგათ რუსულ კანონმდებლობას, რავი, ერთ დღეში გავაუქმებთ. სასამართლოს რეფორმას დაჭირდება 1 წელი და პარალელურად ხამსასაც მივხედავთ გენმოდიფიცირებულ სტაფილოსაც 2-3 წელიწადში ყველაფერი მზად იქნება, რომ შევგრიალდეთ ევროკავშირში. კარი ჯერ კიდე ღვიაა, ხო? გვითხრეს. მხოლოდ ბიძინა დგას ჩვენსა და ევროკავშირის შორის. ამ კაცს თუ გადავაყოლეთ ყველაფერი, რავი, არც ყოფილვართ არაფრის ღირსი. ხო და ჩვენ გადავწყვიტოთ, რისი ღირსი ვართ, რისი არა.
რადგან მეცნიერებაში ისეთი მძიმე ვითარება გვაქვს, რომ ევროკომისიის ანგარიში ნახევარ გვერდზე დაეტია ყველაფერი, გადავწყვიტეთ, რომ ხელი შეუწყოთ ქართული მეცნიერების განვითარებას და ვაწარმოოთ კვლევები. ჩვენი პირველი კვლევის თემაა რა არსება ქოცი. გთავაზობთ ჩვენს რამდენიმე აღმოჩენას რუბრიკაში Code Watching. როგორც იცით, სოფლიოში ძალიან პოპულარულია bird watching. ჩიტებზე დაკვირვება. ჩვენ ახლა ისეთ მდგომარეობაში არ ვართ, რომ ჩიტებს უყუროთ. ამიტომ მოვხოდეთ Code Watching. გაგაცნობთ დაკვირვების პირველად შედეგებს. თუ ყველა ქოცი ერთად 24 საათი არ მოიპარავს, ამ ფულით 14 სკოლა და აეროპორტი აშენდება. პატარა აეროპორტიო. ქოცი მოსამართლეების 14% საერთოდ ვერ იაზრებს რას აკეთებს. ოთახში მარტო დატოვებული ქოცების 71% ოთახიდან რაღაცას იპარავს. ახალ გაღვიძებული ქოცების 99.7% ცუდ ხასიათზე იღვიძებს. ქოცების მხოლოდ 7% უკიდია ბიძინა ივანიშვილის ფოტო სახლში. ქოცების 37% ყავს შინაური ცხოველი, აქედან მხოლოდ ერთ ყავს ზვიგენი. ქოცების ფლობაში არსებული ბინების და მიწების ფართობი რომ გავაერთიანოთ, საქართველოს ტერიტორიის ზუსტად 41% გამოდის. ქოცების ოქროს ჯაჭვები, ეგრეთ წოდებული ძეწყვები ერთმანეთს რო გადააბა, დედამიწას 1.5-ჯერ შემოარტყავს წრეს. შინოვნი ქოც ქთამი პიჯაკის ჯიბეში რო ჩაუცურო, ჯიბით გზნობს ზუსტად რა თანხა. ეს იყო Code Watching-ის პირველადი შედეგები. ვაგრძელებ დაკვირვებას, ნებისმიერ აღმოჩენას გაგიზიარებთ. არ ვიცი, რამეში დაგვეხმარება თუ არა, მაგრამ მაინც. სულ ეს არის დღეისთვის ვიდეო მეთქვა. მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე.